მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანი არ მქონია ლაივები, გადავწყვეტე გავაკეთო ლაივი, მოვიცალე განსხვავებენებს შორის პერიოდი. ცოტა მიგატოვეთ. ასე გამომივიდა. ხავე კომპიუტერით შემოვალ თან, რომ ნახოთ თქვენი ისინი კომენტარები. Бატონო მნიშვნელოვანი პლანეტარული მოვლენები გვაქვს აგვისტოში უკვე მალე მეგობრებო და ამაზე უნდა ვისაუბრო აუცილებლად. რა თქმა უნდა, ეხლა 8 აგვისტოს გვქონდა ეგრეთ წოდებული ლომის კარიბჭე, მაგრამ იმდენად ყოველ წელს გავფრთხილებთ ხოლმე და ყოველ წელს ლაივი მაქვს აი ამ ლომის კარიბჭეზე, რომ გააკეთეთ მანიფესტაცია 0808-ო, რომ უკვე პრინციპში ხა ვინც დიდი ხანია მიყურებთ იცით. ამიტომ აღარ ჩავწერე მაგაზე ვიდეო, ვფიქრობ უკვე ჩემმა ერთგულმა გამომწერებმა იციან, რომ აი ყოველ წელს 8 აგვისტოს გვაქვს ლომის კარიბჭე და მანიფესტაციის დღე. ამიტომ ეს გამეორებები აღარ არის საჭირო. მე-5 წელია რომ ვიმეორო. აღარ ჩავთვალე საჭიროდ. თან ლომის კარიბჭეზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ახლა აგვისტოში და ამიტომ ამაზე დავწყვიტე, რომ ვისაუბრო და გავაკეთო მოკლედ პირდაპირ ეთერი, ხო ლაივი. მეგობრებო, მალე შევდივართ ეგრეთ წოდებულ დაბნელებების დერეფანში, დაბნელებების კორიდორში. ეს არის ორკვირიანი პერიოდი, როდესაც უნდა ვიყოთ ფრთხილად, არის აბედისწერო პერიოდი, არის ტრანსფორმაციების ცვლილებების პერიოდი და დედამიწაზე აქტიურად შემოდის, ესე იგი, ტრანსფორმაციული ძლიერი ენერგიები. აი ეს პერიოდი მალე იქნება. კერძოდ 12 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით გვექნება მეგობრებო ეს პერიოდი. და რა თქმა უნდა, ეს ყველას ეხება ასე თუ ისე, მაგრამ გარკვეულ ზოდიაქოს ნიშნებს უფრო მეტწილად შეეხება. ხო და რა ნიშნები არიან ახლა ესენი? რა თქმა უნდა, დაგვეწყება ჩვენ ახლა ეს დაბნელებები ლომი მერწყულის ასტროლოგიურ ღერძზე, ხო, კვანტზე. ამიტომ ლომებისთვის და მერწყულებისთვის განსაკუთრებით ტრანსფორმაციული თვე არის, მაგრამ დამთავრდება ეს დაბნელებები უკვე ქალწული თევზების ღერძზე. ამიტომ ქალწულებისთვის და თევზებისთვისაც საკმაოდ ტრანსფორმაციული თვე გამოდის მეგობრებო აგვისტო. ამიტომ გავითვალისწინოთ, ხო, ლომი, მერწყული, ქალწული თევზები, განსაკუთრებით მოკლედ ეს 4 ნიშანი იგრძნობს აი ამ ტრანსფორმაციებს და არა მხოლოდ ამ ნიშნის წარმომადგენლები ზოდიაქალურად, ხო, ანუ ვინც დაიბადა და უშუალოდ ამ ნიშნის ქვეშ, არამედ ვისაც პირად რუკაში აქვს ამ ნიშნების გავლენა, ხო, პლანეტარული კონფიგურაციები, ხო? ანუ შეიძლება დავუშვათ ვენერა გქონდეთ ლომში, ან ვენერა თევზებში, ან მთვარე მერწყულში და ასე შემდეგ. ხო, ეს პირადი პლანეტები ან ასცენდენტი იყოს ამ 4 ნიშნიდან რომელიმეში, ხო? და თქვენზეც განსაკუთრებით ისე იგი აისახება ეს დაბნელებები და განსაკუთრებით მინდა გავაფრთხილო კიდევ ვისაც აქვს პირად რუკაში, აი რატომ არის აი რომ ბევრმა არ იცის ეს რუკა, იმერე მწყის ხოლმე, იმიტომ რომ მართლაც მე ვერ იგებენ როგორი პერიოდი აქვს. ამიტომ არის აუცილებელი რეალურად თქვენი პერსონალური ჰოროსკოპის ცოდნა, რომ თქვენ იცოდეთ მე რაზე ვსაუბრობ და რაც შეიძლება მოელოდოთ ამა თუ იმ პერიოდისგან, ხო? ვისაც აქვს პირად რუკაში აღმავალი კარმული კვანტი მერწყულში და აღმავალი ლომში, ხო? რაჰუ კეტუს კომბინაციას რო ვეძახით, ხო? ეს მარტო პირადი რუკით იშიფრება. და კიდევ აღმავალი ლომში და აღმავალი მერწყულში, ხო? თუნდაც. განსაკუთრებით მათთვის არის კიდევ ეს ძალიან ტრანსფორმაციული პერიოდი, განსაკუთრებით 12 აგვისტო. ეს არის კარმული კვანტები, ხო, რაც დავასახელე. ესეთი კარმულად რაღაცა გარდამტეხი პერიოდი იქნება ამ ადამიანებისთვის. თუმცა არ არის აუცილებელი, რომ მაინც ამ 2 კვირის განმავლობაში მოხდეს რაღაცა
საოცარი ტრანსფორმაცია 180 გრადუსით რო შეიძლება ცხოვრება. არა. ზოგადად დაბნელებების პერიოდი ხსნის ერთგვარ პორტალს ცვლილებების და ტრანსფორმაციების. რასაც შემდგომში შეიძლება ეს 3-დან 6 თვემდე კონდეს მე თავისი შედეგი, ხო? და ცვლილებები დაიწყოს. უბრალოდ ეს პროცესები დაიწყება და ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციის მარცვალი ჩაინერგება ამ პერიოდში უბრალოდ, ხო? ეს დაბნელებები რომ გვაქვს. ამით არის მნიშვნელოვანი ეს პერიოდი უბრალოდ, ხო? და შემდგომში უკვე შედეგს, ხო, ჩვენ დავინახავთ უკვე შედეგი 3 თვის განმავლობაში, 3-დან 6 თვემდე. ეს ინდივიდუალურია. აქ ტრანზიტებსაც გააჩნია რეალურად. ხო, ანუ პერსონალურ პროგნოსტიკასაც გააჩნია ამ მეგობრებო. ამიტომ არის აუცილებელი, რომ თქვენი ტრანზიტული რუკა გქონდეთ შედგენილი, იცოდეთ თქვენი ტრანზიტული რუკა, ასე ვთქვათ, რა სახლების კომბინაცია ითვლება ეხლა თქვენთვის მნიშვნელოვნად. დავუშვათ. აი ლომი რომელ სახლში ყავთ ნატალურად, ხო, ნატალურ რუკაში, პირად რუკაში, ხო, ან მერწყული, ან თევზები ქალწული, მოკლედ აუცილებელია როგორც ტრანზიტული რუკა რო გავიგოთ, ანუ პროგნოსტიკის ნაწილი, ასევე ნატალური რუკა, რაც უცვლელია და რეალურად გზამკვლევია თქვენი ამ რეინკარნაციის განმავლობაში, ხო? ამიტომ აუცილებელია რომ ეხლა ეს გავითვალისწინოთ, რომ ვისაც გინდათ 100%-იან და ინდივიდუალურად თქვენთვის გაიგოთ, რომ აი რას მოიტანს ეს დაბნელებელი, ხო? რა სფეროში იქნება ეს ტრანსფორმაცია. ახლა ზოგისთვის ახლა ვისაც მეორე სახლი და მერვე სახლი ჩაერთვება, იქნება ფინანსური ცვლილებები, შეიძლება კრიზისები იყოს, ან პირიქით კრიზისიდან გამოსვლა, გააჩნია როგორი, ასე ვთქვათ, ტრანზიტები დააჯდება, ხო? რამდენად დადებითი ფიგურაცია იქნება, ანუ უარყოფითი პლანეტარული. ვისაც ექნება დავუშვათ პირველი და მეშვიდე სახლის გააქტიურება, ეს ექნება უკვე ურთიერთობებზე, პარტნიორული ურთიერთობების რღვევან, გრევან, პირიქით აწყობა, გააჩნია როგორი კონფიგურაცია დაждდება მერე ტრანზიტებით. ხო, ანუ ძალიან ინდივიდუალურია, ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ იცოდეთ თქვენი ტრანზიტული რუკა ამ პერიოდში, რომ უფრო კარგად გაერკვიოთ აი თქვენთვის როგორი იქნება ეს პერიოდი, ამისთვის არის აუცილებელი, თორემ შემიძლია ახლა დავждდე და რაღაცა ზღაპრები მოგიყვეთ ბევრი როგორც აკეთებს, რომ აი ლამებისთვის იქნება სასიყვარულო რაღაცა ბედნიერება ან მერწყული სამსახურის გამოსვლის აბსურდი სისულელები, ტყუილები, რასაც ბოდიში და გაჭმევენ, ხო, სხვები ხა მე ასეთ სისულელებს არ ვიძახი, იმიტომ რომ ვიცი რომ ტყუილია და არ მინდა რომ თქვენ მოგატყუოთ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ახლა ყველა მერწყულისთვის იყოს სამსახურის ცვლილების პერიოდი, ან ყველა ლომისთვის რაღაცა სასიყვარულო ურთიერთობის პოვნის, ხო, რა სისულელია, ყველას ინდივიდუალური რუკა აქვს, ლომსაც და მერწყულსაც, ხო, და მორიელსაც და თხისრკასაც კიდე. ამიტომ ეგ სისულელეებია და ჩემი რჩევა არის რომ ასეთ პროგნოზებს რო გადააწყდებით, უბრალოდ არ უყუროთ, იმიტომ რომ ტყუილია და შეიძლება დაიჯეროთ მერე ეს ტყუილი და მოელოდოთ მერე მართლა ამ ცვლილებებს და არ მოხდება და მერე გაიფიქრებთ, რომ აი ასტროლოგიის ბრალია, ესე იგი არ მუშაობს და რეალურად ასტროლოგია ძალიანაც მუშაობს, მაგრამ ეს არის ტყუილი ასტროლოგია, ხო, აი რომ დაждდებიან და 12 ნიშანზე როა პროგნოზები, ესა სისულელე, იმიტომ რომ მე ეგ ცხოვრებაში არ გამიკეთებია. ეხლა ვინც ჩემი გამომწერი ხართ, იცით რომ ასეთ რაღაცას მე არ ვკადრულობ, იმიტომ რომ სრული ტყუილია. ეხლა მე შემიძლია დავждდე და ვიფანტაზიორო, რომ სასწრებისთვის იქნება რაღაცა კულინარიული სიახლეების პერიოდი ეს კვირა და რაღაცა სისულელეებს რო ამბობენ ხოლმე. ნუ შემიძლია მეც რომ ეგ გავაკეთო, მაგრამ მე არ გაკადრებთ თქვენ ასეთ სისულელეებს, იმიტომ რომ ვფიქრობ, დიდები ხართ, მოაზროვნეები ხართ, ვინაიდან მე მიყურებთ, ხო და ხვდებით რომ ესაა სისულელე. ამიტომ სისულელეებს მე არ ვაკეთებ. ყოველთვის ვამბობ, გაინტერესებთ ინდივიდუალური პროგნოზი, უნდა იცოდეთ ტრანზიტული რუკა, მოდით კონსულტაციაზე. თქვენი დაბადების თარიღი და წელი დამჭირდება და მიახლოებითი საათი და გავიგებთ თქვენ როგორი პერიოდი გაქვთ. ჩემთან ბევრი ადამიანი რომ მოდის კონსულტაციაზე, რა თქმა უნდა, შეიძლება ერთ დღეს მყავდეს, არ ვიცი, მაგალითად, ორი სასწორი კონსულტაციაზე, ორივე საინტერესებდეს პროგნოზი, ორივეს განსხვავებული პროგნოზი აქვს, იმიტომ რომ განსხვავებული დაბადების თარიღებია, განსხვავებული გრადუსებია, პლანეტარული დაბადების საათი და ასე შემდეგ. ტრანზიტული კომბინაცია განსხვავებული დაუჯდა. ამიტომ არ აქვს აზრი იმას, რომ ეხლა თქვენ დაეყრდნოთ რაღაცა ამ ზოგად პროგნოზებს, რომ დევს ინტერნეტში 1000 სისულელე.
თქვენთვის როგორ ჩაივლის ეს დაბნელებები, შეგიძლიათ მარტო გაიგოთ ინდივიდუალური პროგნოსტიკით, რაც თქვენზე დგება, თქვენ დაბნელების თარიღით და წლით. მხოლოდ მაგით გაიგებთ თქვენ რა გელით, თორე დანარჩენი რაც იწერება, რომ აი ლომებისთვის ეს პერიოდია და მერწყულებისთვის ასეთიო, ეს არის ზღაპრები, რომლებიც შეგიძლიათ ძილის წინ მოისმინოთ, რომ კარგად დაგეძინოს, თორე დანარჩენი ეგ ყველაფერი როგორც წესი არ ხდება ხოლმე. იმიტომ რომ ტყუილია. მორჩა. მეტი არაფერი. ამიტომ თუ გაინტერესებთ რომ თქვენთვის როგორი იქნება ეს დაბნელების პერიოდი, რამდენად კარგი ან ცუდი, მხოლოდ ტრანზიტული რუკა გასცემს ამას პასუხს. ეხაც ამ ლაივში მე არ ვიტყვი რომ აი ლომებისთვის ეს იქნება და მერწყულებისთვის ეს იქნება, იმიტომ რომ ეს ტყუილი იქნება ჩემი მხრიდან. როგორი პლანეტარული კონფიგურაცია გაქვთ თქვენ თუ ლომი ხართ და სხვა ლომს როგორი აქვს და სხვა მერწყულს და ასე შემდეგ, აი მხოლოდ და მხოლოდ ამის გაშიფვრის მერე შეიძლება რომ გითხრათ ზუსტად თქვენ როგორი პერიოდი გექნებათ ამ დაბნელებების დროს და არა მხოლოდ დაბნელებების დროს რეალურად, ხო? ამიტომ აუცილებელია გავათვალისწინოთ ეგ მომენტი, რომ არ უნდა მოტყუდეთ და რაღაცა სისულელეები არ უნდა დავიჯეროთ, დიდები ვართ უკვე. და უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი არის ინდივიდუალური, ხო? მეგობრებო. აი, ეხა ეს რომ შევადარო, აი რაღაც მარტივი მეტაფორა, ხო? აი მაგალითად, გაქვთ აი სისხლის ჯგუფი, ხო? პირველი დადებითი, ხო? ან მეორე უარყოფითი, არ ვიცი. ეს იგივეა, რომ ანალიზი არ გაიკეთოთ და დაიჯეროთ, რომ აი ყველა, აი ვისაც ეს სისხლის ჯგუფი აქვს, მასეთი რაღაცა ქოლესტერინის შემცველობა იქნება სისხლში დავუშვათ, ხო? ან ჰემოგლობინის ეს დონე. და დაიჯეროთ, რომ აი მე თუ ეს სისხლის ჯგუფი მაქვს, ესე იგი ასე მექნება და არ წახვიდეთ და ანალიზი არ გაიკეთოთ. ეს იგივეა, მოკლედ. თუ არ იცით პირადი რუკა და რაღაცა ზოგად პროგნოზებს უჯერებთ ასტროლოგიურს, რაც იდება ხოლმე, ეს იგივეა. ანუ პირადი რუკის ცოდნა იგივე არის, როგორც თქვენი სისხლის ანალიზი რო გაიკეთოთ და გაშიფროთ, რომ კონკრეტულად თქვენ რა მაჩვენებლები გაქვთ, ასე ვთქვათ, ამა თუ იმ ნივთიერების სისხლში. ეს ხო ინდივიდუალურია, აი ასე არის პირადი რუკაც, ხო? აი ესეთი მარტივი შედარება, რომ გაიგოთ უფრო რას გულისხმობთ, თორე ხო, ვისაც პირადი რუკა გაკეთებული აქვს უკვე და იცის რა არის, მიხვდებიან, რომ მართალს ვამბობ და ესეა. ხო, ზოგადი რეკომენდაციები ახლა ყველასთვის, რაც მართლა ყველას გამოადგება, არა მხოლოდ ლომებს და მერწყულებს და თევზებს და ასე შემდეგ. ეს არის ის, რომ რა თქმა უნდა, დაბნელებების კორიდორს აქვს თავისი სპეციფიკა. მე არ მიყვარს ხოლმე რომ ვიღაც დავაპანიკო და შევაშინო რომ ვაი მსახლიდან არ გახვიდე და არაფერი არ ქნა და დასასვენებლად არ წახვიდე. არა, მეგობრებო, მე მესმის რომ აგვისტო არის შვებულებების პერიოდი, ზოგს სოფელში უნდა წასვლა და სუფთა ჰაერზე დასვენება, ზოგს ტყეში, ზოგს უცხოეთში, ზოგს ზღვაზე, ზოგს მთაში. მე არ დაგაკავებთ. თუ გაქვთ საშუალება დასვენების, დაისვენეთ, ვიცი დაიღალეთ, ყველა მეც ძალიან დავიღალე. ამიტომ არ დაგაკავებთ. მით უმეტეს ახლა ეს პერიოდი არ გვაქვს რეტროგრადული მერკური და მოგზაურობა შეიძლება, დასვენება შეიძლება. რასთან ვიყოთ ფრთხილად? ერთადერთი რაც არის რეკომენდაცია მნიშვნელოვანი, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მოვერიდოთ საქმის გარჩევას, მოვერიდოთ რაღაცა კონფლიქტებს, ხო, აი ამ პერიოდის განმავლობაში 12-დან 28 აგვისტოს ჩათვლით. კიდევ მოვერიდოთ რაღაცა სერიოზულ შენაძენებს დავუშვათ, მოვერიდოთ ახალი საქმის წამოწყებას, ხო, ოპერაციებს, თუ შეგვიძლია რომ გადავდოთ. თუ არ შეგვიძლია რომ გადავდოთ, არა უშავს გავიკეთოთ, თუ არის სასწრაფო, ხო, რა თქმა უნდა, ამაშიც არ ჩავერევით, ხო? მოკლედ ეს არის მთავარი რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ აი ამ დაბნელებების პერიოდში. და კიდევ რაღაცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც რომ არ გავაკეთოთ, ხო? აი მაგალითად სამსახურის ცვლილება, ან რაღაცა იმიჯის ცვლილება უცბად, რომ მე არ ვინანოთ, იმიტომ რომ რაც ხდება დაბნელებების კორიდორში, მოკლედ რჩება დაბნელებების კორიდორში და რაღაცა ბეჭედი აქვს გასმული, შეიძლება ასე ითქვას. ანუ ეს რას ნიშნავს ახლა? რთულად იცვლება მერე ის რაც ხდება დაბნელებების კორიდორში. ამიტომ აუცილებელი მომენტი არის, რომ ეს გავითვალისწინოთ, ხო? მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიცოდეთ და ვიყოთ გაფრთხილებულები. ამიტომ ეს არის რეკომენდაციები ჩემი დაბნელებების კორიდორს, რაც
შეეხება მეგობრებო. ეხლა 12 აგვისტოს გვექნება კერძოდ ესე იგი ახალმთვარეობა და 28-ში გამოდის სავსე მთვარეობა. რა თქმა უნდა 28 აგვისტოს ენერგიები უფრო ძლიერი იქნება, სავსე მთვარეობას უფრო ისეთი ინტენსიური ენერგიები აქვს ხოლმე როგორც წესი, ხო? თუმცა 12-იც საკმაოდ ძლიერია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არის დაბნელებების კორიდორის დასაწყისი. 12-ში რა შეიძლება გავაკეთოთ? რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ ბევრს უყვარს ხოლმე რიტუალების გაკეთება, დაბნელებების პერიოდში განსაკუთრებით მოქმედებს და მუშაობს რიტუალები, მაგრამ მე გაგაფრთხილებთ, თუ აპირებთ რაიმე სახის რიტუალის ჩატარებას, ხო დაუშვათ ან მანიფესტაციის, ან სპეციფიური ლოცვის, გამოლოცვა, ლოცვა, შელოცვა, ყველაფერი. 10 მაგი ძალით მოქმედებს. ამიტომ უნდა იყოთ ფრთხილად იმკუთხით, რომ უნდა იცოდეთ, რომ ბუმერანგის პრინციპი არსებობს მაინც. კარმა არსებობს და რაღაცა ისეთი არ უნდა ჩავედინოთ, რასაც მე ვინანებთ. ამიტომ თუ გააკეთებთ რაიმე სახის რიტუალს, აუცილებელია რომ მიხვდეთ, რომ ამას იქნება თავის შედეგები, თუ სხვის მიმართ გააკეთებთ რამე ნეგატიურს, თქვენ მოგიბრუნდებათ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის საბედისწერო ბუმერანგის პერიოდი ზოგადად, ხო? ბედობის პერიოდს ვეძახი, ამას მე ასტროლოგიური ბედობა, როდესაც გვაქვს დაბნელებები. უნდა მიხვდეთ, რომ ეს დაგიბრუნდებათ მერე კარგულად და ისეთი ვალი დაგედებათ, რომ მეტი რო არ შეიძლება. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ, რომ არ გააკეთოთ, ზოგადადაც გირჩევთ, რომ არ გააკეთოთ ახლა რაღაც ნეგატივები არ გვინდა, ნეგატივის დაგროვება და გაშვება სხვა ადამიანებზე, ის რაც ნეგატივითაა გაძეძგილი ეს პლანეტა, მოკლედ არ ვიცი, რამდენი პროცენტული მაჩვენებელია ნეგატივის, ალბათ 70 ან მეტი ხანდახან ჩვენ პლანეტაზე. გაძეძგილები ვართ ისედაც ამ შავი ენერგიების და ნეგატივის და აღარ გვინდა და მით უმეტეს დაბნელების პერიოდში არ შეიძლება მასეთი რაღაცების კეთება. ხო, მით უმეტეს. რაც შეეხება სურვილის ჩაფიქრებას და მანიფესტაციას. კი, დიდი შანსია რომ ახდეს, მაგრამ აუცილებელია რომ გაითვალისწინოთ. ერთი სიტყვაც რომ შეგეშალოთ და არასწორად გააკეთოთ ეს, მერე უკანწაგივა ცხოვრებაში პირიქით ყველაფერი. ამიტომ ცოტა ისეთი პერიოდია ახლა დასაფიქრებელი, რამდენად გიღირთ, რომ რამე მოკლედ ან მანიფესტაცია გააკეთოთ, ან რაიმე სახის ისეთი ძლიერი მედიტაციური პრაქტიკა, ან რაღაცა თვითპროგრამირება. გიღირთ, იმიტომ რომ ერთი შეცდომა და მერე თავის შედეგები აქვს ხოლმე დაბნელების პერიოდში აუცილებლად. ამიტომ გაითვალისწინეთ, მე არ ვურჩევ ხოლმე არავის, რომ დაბნელების პერიოდში რამე მანიფესტაცია გააკეთოს, იმიტომ რომ მაინც ეს რთული პერიოდია, იმიტომ რომ ძალიან საბედისწერო პერიოდია, ინტენსიური პერიოდია და ბევრის ფსიქიკა ვერ უძლებს იმას, რომ რაღაცა გეგმაზომიერად, რაღაცა დაგეგმილად მიყვეს მერე თავის მანიფესტაციას და იმას რისი ჩაფიქრებაც უნდა. ცოტა გონებას დაბინდული აქვთ ხოლმე და ამიტომ არავის არ ვურჩევ, რომ აი ამ პერიოდში რაღაცა მანიფესტაციები გავაკეთოთ. ვიცი, ბევრი ინფორმაცია იდება ინტერნეტში, რომ პირიქით ეხა უნდა გააკეთოთ რიტუალებიო, მანიფესტაციებიო, მაგრამ ვინ აიღებს მე პასუხისმგებლობას თავზე, როცა რაღაცა არასწორად გააკეთეთ და მოგიბრუნდათ ძალიან ცუდად და მე 3 თვის მერე მოხდა დაუშვათ რაღაცა, ან 6 თვის მერე და თქვენ ვერ მიხვდებით, რომ ეს აი დაბნელების პერიოდში რომ გააკეთეთ არასწორად, მაგის გამოა. ვერ მიხვდებით, ვერ დააკავშირებთ. ამიტომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენ ცხოვრებაზე, თქვენ ქმედებებზე და უნდა იცოდეთ, რომ ეს პერიოდი არ არის სახუმარო და მე მაინც არ გირჩევთ, რომ რაიმე სახის მანიფესტაციები გავაკეთოთ ამ პერიოდში. შემოვალდა კითხვებს ვნახავ მეგობრებო. რაღაცა კითხვები შევამჩნიე. აქაც ჩაერთო ახლა. AI-ის პროგნოზი მუშაობს? საინტერესო კითხვა. ძალიან მეღიმება AI-ზე ხოლმე რო ლაპარაკობენ. AI მეგობრებო არის როგორც რობოტი, რომელიც აგენერირებს გარკვეულ რაღაცა ფრაზებს, პროგნოზებს, შემთხვევების პრინციპით. კი, რო თხოვოთ, რომ აი გამიკეთე რაღაცა პროგნოზი, გაგიკეთებთ, მაგრამ რამდენად სწორია და რას ეყრდნობა, ეს უკვე სხვა საკითხი. ამიტომ
ვერ ვიტყვი, რომ AI პროფესიონალია განსაკუთრებით ასტროლოგიაში. AI-ს კარგად იცის მათემატიკა, იდეალურად გამოგითვლით, ფორმულებს დაგიწერთ. ეგეთ რაღაცები ბუღალტერია, მათემატიკა, პროცენტების გამოთვლა, ყველაფერი ეგ, რაც არის წმინდად, რაც რობოტმა უნდა იცოდეს რეალურად და ჩვეულებრივ ადამიანებს გვიჭირს ხოლმე მაგდენი ფორმულის დაზაპირება, ეგ იცის AI. კი, მაგაში ბადალი არ ყავს და მეც გამომიყენებია რაღაცეები, რომ მჭირდება ხოლმე, რომ ეგრე მათემატიკურად სწრაფად გამოვთვალო. გამომიყენებია და კარგად მუშაობს, მაგრამ რაც შეეხება ახლა ფილოსოფიას, ისტორიას და ასტროლოგიას და სულიერებას, მაგ საკითხებს ცოტა მოიკოჭლებს ხოლმე. მე დამიტესტავს, ადრეც გითხარით და ეშლება, ბევრი რამე ეშლება. და მე რო შევუსწორებ ხოლმე, ბოდიშევს მიხდის, რომ აი ხო სწორი ყოფილხარ, რომ წერს. თქვენ შეგიძლიათ რომ შემოწმოთ. ვინც იცით დაუშვათ თქვენი რუკა, აი აბა უთხარით რომ შემიდგინე რუკა, მიწერეთ თარიღი და აი ნახევარზე მეტ პლანეტებს არასწორად მოგწერთ და მე მიხვდებით რომ არ არის პროფესიონალი ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტი. 5 წლის მერე და 10 წლის მერე შეიძლება მართლაც და პროფესიონალურდეს, ასე ვთქვათ, ისეთი კარგი პროფესიონალი გახდეს ამ სფეროს. კი ბატონო, პოტენციალი აქვს, მაგრამ დღესდღეობით ეს სიტუაცია ნამდვილად არ არის მეგობრებო. ჯერ კიდევ სწავლობს AI, ბევრ რაღაცას ჩვენგან სწავლობს, ადამიანებისგან რომ ვეკითხებით რაღაცეებს და ბევრი რამე ეშლება. როგორც იურიდიულ საკითხებში კანონები არ იცის და არასწორ მუხლებს გწერთ, ასევე პლანეტების გაშიფვრის თემაშიც ძალიან ზედაპირულად იცის ხოლმე მოწერა და ვერ ვიტყვი, რომ ესა რაღაცა პროფესიონალური მიმოხილვა, ამიტომ არა. არც წმენდა შეიძლება დაბნელების კორიდორში ისევ და ისევ ვიტყვი, რომ თუ სწორედ გააკეთებთ და არ შეგეშლებათ, შეიძლება. თუ ასე ვთქვათ, ენდობით თქვენ თავს იმ მხრივ, რომ იცით რომ არ შეგეშლებათ, კი ბატონო გააკეთეთ. თავი არ შეგვეშალოს. რაღაცა კომენტარი შემხვდა, რომ ამბობდით ხოლმეო, მაინც ზოდიაქოებს რა ელისო. საინტერესო კითხვაა. მაგრამ არასწორი კითხვაა. როგორ ვამბობდი? ეხლა ესე იგი არ გინახავთ ჩემი ლაივები ბოლომდე. მე როცა ვსაუბრობ ხოლმე, რა ტიპიური ტყუპებისთვის, ეხლა ვინაიდან დავუშვათ მზე ტყუპებშია, ასეთი პერიოდია, მაგრამ გააჩნია პირად რუკას. ყოველთვის ვამატებ ხოლმე. რა ვიცი, დამიწერეთ აბა თუ ვტყუი. ყოველთვის ვამატებ, რომ ინდივიდუალურია და მე აქ მხოლოდ ტიპიურებზე ვლაპარაკობ, ვისაც რა ვიცი, 5 პლანეტა, ანუ 7 პლანეტა აქვს იმაში, რა ქვია, ტყუპებში, რაც ტყუპების ალბათ მოსახლეობის მარტო 5%-ს აქვს რეალურად, მეც არა, ხო? ყველაში არის რაღაცა სხვადასხვა ნიშნების გავლენა. ამიტომ მაგ კომენტარზე გიპასუხებთ, რომ ეგ არის ისე რა ქვია, ტყუილი, მასე არ ვამბობ ხოლმე, რომ აი ყველა ტყუპს ასე ელის, ან ყველა ლომს მას ელის ვამბობ. კი ბატონო, ზოგადად ტყუპებისთვის, ტიპიური ტყუპებისთვის ასეთი პერიოდია, ტიპიური ლომებისთვის ასეთი პერიოდია, მაგრამ რუკას გააჩნია. ყოველთვის ვაყოლებ მაგას, რომ თქვენ რუკას გააჩნია და ეს არის ზოგადი პროგნოზი. მასე ვამბობ ხოლმე. არასოდეს მე არ ვამბობ თავაჯერებით, ხა როგორც ხვები შვებიან, რომ აი ყველა მერწყულისთვის, იმენა ყველა მერწყულისთვის ასეთი პერიოდია პლანეტაზე და ყველა ლომისთვის და ყველა მორილისთვის, ყველა თევზისთვის ასე არ ვლაპარაკობ. იმიტომ რომ ეს არის ტყუილი. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის მარტო ტიპიურზე გამოთვლილი ახლა ეს ინფორმაცია და რომ გაიგოთ, რომ თქვენ რა გელით უნდა იცოდეთ თქვენი ტრანზიტები. მაგას ვაყოლებ ხოლმე ყოველთვის. ამიტომ ნახეთ ჩემი წინა ლაივებიც, გადაამოწმეთ. ეს მასია, სულ ვიძახი ხოლმე, რომ არ მიყვარს და აი 12 ნიშანზე მით უმეტეს არ დავმჯდარო ვარ და 12 ნიშანზე ასე არ მithქვამს. ლაივებში, ანუ პირდაპირ ეთერში მით უმეტეს. ვამბობ ხოლმე უფრო აი ტენდენციურად რა ნიშნებიც არის გამოკვეთილი პლანეტარულად ვსაუბრობ ხოლმე რა ნიშნის ენერგიებიც არის, მაგრამ ყოველთვის ვიძახი, რომ ინდივიდუალურია. იმიტომ რომ ეს ასეა, ინდივიდუალურია. კი ბატონო. იუპიტერი. საინტერესო კომენტარი. ხო, იუპიტერი რა წარმატების პლანეტაა რეალურად. რაღაც გამიჭირდა ეხლა. ვნახოთ.
არის რამე ფორმულა როგორ გავშიფროთ ვართ თუ არა ბოროტი ან ტოქსიკური ადამიანი რომელიც პლანეტას აბინძურებს არის მეგობრებო როგორ არ არის არ მე მაქვს ეგ ფორმულები რომ შემიძლია რუკითაც მივხვდე ასეა თუ არა რამდენად ტოქსიკური ადამიანია ან არა მაგრამ მაგას ვერ ვიტყვი იმიტომ რომ არ იქნება ჩემი მხრიდან კორექტული იმიტომ რომ ბევრმა შეიძლება თავისი პლანეტები ამოიცნოს და მე გაბრაზდეს ამიტომ არ ვიტყვი არის პლანეტარული კონფიგურაციები მე მინახავს რომ ყველა ადამიანი ამ პლანეტარული კონფიგურაციით არის ტოქსიკური მართლა ის სტატისტიკა მაქვს ხოლმე გონებაში ეს ზუსტად ეგრეა ხოლმე მაგრამ არ ვიტყვი ეგ ვფიქრობ ყველას აქვს ეხლა ვინც ასტროლოგია კარგად იცის ყველას აქვს თავის თავში რომ აი ვისაც ეს ვენერა აქვს იმასთან საქმეს არ დავიჭერ ანუ ვისაც ეს მთვარე აქვს არ დავიჭერ იმიტომ რომ ერთი 10 ადამიანი ვიცი ამ მთვარით და ვერ ვუგებ და ვერ ვიტან და ასე შემდეგ რა თქმა უნდა მეც მაქვს ეგ მაგრამ ეს არის იმდენად არაკორექტული ხარ რომ გავაჟღერო ამას არ გავაჟღერებ არა არსებობს რა თქმა უნდა ეგეთი ფორმულა მაგრამ აი წლების გამოცდილება უნდა გქონდეთ ასტროლოგიაში და ადამიანებთან ურთიერთობაში რომ ეგ ფორმულა გქონდეთ ტვინში მე წლების გამოცდილება მაქვს და ვიცი უკვე შიფრა ვინ რას წარმოადგენს ჩვეულებრივად მაგრამ რა თქმა უნდა არაკორექტულია და ეხლა მაგას არ ვიტყვი იმიტომ რომ მეგობრებო ყველა ადამიანს აქვს თავის მისია ყველა ვართ ღმერთის შვილები და მორჩა ყველა არსებობა საჭიროა იმ ტოქსიკურებსაც აქვს თავისი კარგი თვისებები ამიტომ არ გვინდა ახლა ცუდის ლაპარაკი ეგენიც ხო აბალანსებენ პლანეტას ხო ყველა რო კეთილი იყოს მაშინ 64-ში ვიქნებოდით ხო ყველა რო ისეთი იყოს დაბალანსებული და მაღალ ვიბრაციული და ასე შემდეგ მაშინ არ იქნებოდა დედამიწა შუალედური ენერგიების პლანეტა და იქნებოდა 64 უკვე ჩვეულებრივად და ამიტომ ბალანსი დაირღვეოდა მოკლედ. საჭიროა ხანდახან ტოქსიკური ენერგიებით საჭიროა რეალურად. ტყუილა ხო არ შექმნა ღმერთმა არა? საჭიროა. კი, არსებობს ნამდვილად ეგეთი რაღაც ფორმულები და არა მხოლოდ მაგის, ბევრი რაღაცის გამოთვლა შეიძლება. აი მაგალითად მილიონერის პოტენციალი თუ აქვს ადამიანს, მაგის გამოთვლა შემიძლია. ეგეც მუშაობს. მათ ბედის მატრიცაც კარგია რეალურად. არსებობს ესეთი კომბინაცია, მილიონერების კომბინაცია ქვია კიდეც. ეგ ნუმეროლოგიური კონფიგურაციაა და მაგის გამოთვლას სხვადასხვა ვაკეთებ ხოლმე კონსულტაციაზე, ვისაც აინტერესებს. ვეუბნები ხოლმე ინდივიდუალურად, რამდენად აქვს პოტენციალი მდიდრების, ან როგორ მოიზრდოს ფინანსები და წარმატება ინდივიდუალურად კოდი ითვლება. ეგ კი. აღარ მაგას ინდივიდუალურად ვთვლი. კონსულტაციაზე. მეგობრებო, ვინც ახლა შემოხვედით, ვსაუბრობდი დაბნელებებზე, რაც მალე გვაქვს. ლომის კარიბჭემ ჩაიარა, მაგრამ არ ინერვიულოთ, ვინც ვერ მოასწარით 8 აგვისტოს რაღაცა მანიფესტაციები. მაინც ახლა დაბნელებების პერიოდია და ახლა მაინც მძიმე ენერგიებია ცოტა პლანეტაზე და ამიტომ არა უშავს თუ ვერ გააკეთეთ. შემდეგი მსგავსი კარგი მანიფესტაციური თარიღი იქნება წინასწარ გეტყვით 9 სექტემბერი. 0909 იქნება ესეთი ძლიერი თარიღი მანიფესტაციის, ამიტომ წინასწარ იცოდეთ და ჩაინიშნეთ, ხო? თან მაშინ გადასული იქნება უკვე დაბნელებები და პრინციპში კარგია. მაშინ უფრო კარგია რეალურად მანიფესტირება, ვიდრე ეხლა რო გაგეკეთებინათ, იმიტომ რომ დაბნელებებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე მძიმე პერიოდი იწყება ხოლმე ესეთი ინტენსიური ენერგიების. თაფლი 0808 თაფლი ფეხზე. აუ, თაფლი ფეხზე. ის ხო შორს აკეთებენ ხოლმე ვიღაცები კი. და კიდე ახალ წელს ესპანური ტრადიცია რო არის რეალურად, ხო, ეგ რაღაც მაგიური ტრადიცია. ყურძენს რო ჭამენ მაგიდის ქვეშ. ვისაც გაგიკეთებიათ ისა ეგ ყურძნის ჭამის რიტუალის ახალ წელს, აბა დაწერეთ, მაინტერესებს რამდენს გაგიკეთებიათ და რა შედეგი გქონდათ. ბევრი რამ არსებობს. მორიელებისთვის როგორი აგვისტო? ზოგადად აგვისტო ყველასთვის ტრანსფორმაციული გამოდის ახლა მორიელისთვისაც, იმიტომ რომ
დაბნელებები გვაქვს და დაბნელებების თვე ყოველთვის ცოტათი მძიმე თვე არის ემოციურად, ფსიქოლოგიურად ხოლმე, ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ ეხლა მაქსიმალურად თავი შევიკავოთ, ხო, მთლიანად. აგვისტო. ცოტა ისეთი ინტენსიური ენერგიების თვე არის. მასეთი ვქონდა, ეხლა ისა მარტიც. ეს პერიოდი დაბნელებების რომ არის როგორც ერთგვარი ბედობა, შეგიძლიათ ისეთი რაღაც გააკეთოთ, რაც მაქსიმალურად გსიამოვნებთ, არ ვიცი, თუ გიყვართ, არ ვიცი, რაღაც ცურვა წადით, აუზზე იცურეთ, თუ გიყვართ სპა და უშუალოდ პროცედურები ჩაიტარეთ ამ პერიოდში, გაახარეთ თქვენი თავი, იმიტომ რომ დაბნელებების კორიდორის პერიოდში რაც ხდება, ეს მერე დიდი ხანი ეს ტენდენციები არ იცვლება. აი, ამიტომ ამბობ, რომ ბედნიერად და თან კარგად და მშვიდად უნდა გაიაროთ ეს პერიოდი. კონფლიქტის გარეშე, რომ მერე კონფლიქტი არ დაგებედოთ შემდეგი 6 თვის განმავლობაში, ხო, სანამ გვექნება შემდეგი დაბნელებები. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ, ჩემგან რჩევა არის, რომ რაც მოგწონთ და რაც გიყვართ, გააკეთეთ. ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს დაბნელებების ენერგიები დადებითად, რომ თქვენ ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედოს. ბატონო. ამ ჩანაწერს შევინახავთ მეგობრებო, აუცილებლად ვისაც გსურთ ან კონსულტაციაზე ჩაწერა, ან თქვენი რუკის გაშიფრვა, ნებისმიერი სერვისები, ბევრი სერვისი გვაქვს, ბედის მატრიცაც არის, ფინანსური რუკა, სასკოლო რუკა, თავსებადობა, პარტნიორების ყველაფერი, მოკლედ, მოგწერეთ WhatsApp-ზე ან Messenger-ში. ჩვენს მესენჯერში მოგწერეთ მეგობრებო ამის თაობაზე. მე კი გისურვებთ დადებით დაბნელებებს და ნუ დაიპროგრამებთ თავს ცუდად და პირიქით მადლიერებით და ბედნიერებით მიიღეთ ეს დაბნელებების ენერგიები, რომ დადებითი ცვლილებები გქონდეთ ყველას 12-ვე ნიშანს და ყველა 8 მილიარდ ადამიანს ამ პლანეტაზე მოკლედ ბედნიერებას გისურვებთ და სრულების ასრულებას ყველას და კარგ დასვენებას კიდევ ვინც ისვენებთ. ეხლა დასვენებების თვე არის ზოგადად.